მოგესალმებით, დღეს ვეცდებით ცოტა გავერკვეთ კვების ამ ჩახლართულ სამყაროში. კი ბატონო. ჩვენი გზამკვლევი იქნება დოქტორი ქრისტოფერ გარდნერი, სტენფორდიდან ენდრიუ ჰუბერმანის შოუს მასალებზე დაყრდნობით. ძალიან საინტერესო პერსონაა კვების კვლევებში. ხო, და ჩვენი მიზანია, ესე იგი, გავიგოთ, რა დგას ამ პოპულარული დიეტური რჩევების მიღმა, საკვების ხარისხი, გადამუშავება. და ის რომ ერთი საუკეთესო დიეტა მგონი არც არსებობს. ზუსტად. აი ამაზე ვისაუბროთ. შეიძლება რაღაცები გაგიკვირდეთ კიდეც. ნამდვილად. გარდნერის მიდგომა ცოტა სხვანაირია, უფრო ნიუანსებზეა ორიენტირებული, არა შავ-თეთრი პასუხები. ხო, ანუ გვაიძულებს დავფიქრდეთ, რა იმალება რეალურად ამ ეტიკეტების და ტრენდების მიღმა. ვნახოთ, აბა, რა პრაქტიკულ რჩევებამდე მივალთ. დავიწყოთ მაშინ მთავარით. არ არსებობს ერთი უნივერსალური, ყველასთვის იდეალური დიეტა. კი. გარდნერი გვახსენებს, ადამიანები საოცრად ადაპტირებადი ვართ. აი მაგალითად, ტარაუმარას ინდიელები. ძირითადად სიმინდი და ლობიო. ხო, 10 წლეულები. ან ინუიტები, ესკიმოსები, ვეშაპის ხორცი და ცხიმი იყო მათი რაციონი საუკუნეების მანძილზე. და ორივე კულტურა თავის კონტექსტში ჯანმრთელი იყო. პრობლემა დღეს უფრო აი ამ თანამედროვე ულტრაგადამუშავებულ საკვებშია. ანუ სტანდარტული ამერიკული დიეტა, როგორც ეძახიან. ზუსტად. და ეს ადაპტაციის თემა სხვათა შორის კარგად ჩანს ლაქტოზის აუტანლობის მაგალითზეც. გენეტიკური ამბავია. კი. მაგრამ საინტერესოა გარდნერმა პატარა, მაგრამ კარგად დაგეგმილი კვლევა ჩაატარა უმირძეზე. გამიგია მაგაზე. ხო, და დაამსხვრია ის მითი, თითქოს უმირძე შველის ლაქტოზის აუტანლობას. აღმოჩნდა, რომ აი არანაირი განსხვავება არ იყო სიმპტომებში კომერციულ რძესთან შედარებით. ესე იგი, მტკიცებულებები მნიშვნელოვანია და არა უბრალოდ ის, რასაც ხალხი ამბობს. კი, ზუსტად. ანეკდოტებზე დაყრდნობა არ შეიძლება. იგივე შეიძლება ითქვას ხორბალზეც, ხო? ზოგი რო ამბობს ვერ ვიტანო. გარდნერი ამბობს, რომ ეს დისკომფორტი შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურ მგრძნობელობას არ უკავშირდებოდეს. აბა რას? შესაძლოა ამერიკაში გავრცელებულ ხორბლის მონოკულტურას, ანუ სულ ერთი და იგივე ჯიშს რომ აწარმოებენ. აჰა. და იმას, რომ მოხმარებული მარცვლეულის ლამის 90% რაფინირებულია. ანუ დაცლილია ყველაფერი სასარგებლოსგან. გასაგებია, ანუ სისტემური პრობლემაა უფრო. კი, და ეს პირდაპირ მიგვიყვანს ამ გადამუშავებული საკვების თემასთან. გარდნერი განსაკუთრებით უსვამს ხაზს კოსმეტიკურ დანამატებს. ანუ საღებავები, ემულგატორები? ხო, ის რაც პროდუქტს ლამაზ და მიმზიდველს ხდის ტექსტურულად. მაგრამ მათი გრძელვადიანი ეფექტი ბოლომდე შესავლილი არა. და ცოტა საშიშიც ჩანს. კი, შეშფოთებას იწვევს. და საინტერესოა, რომ ევროპაში იგივე კომპანიები ხშირად ნაკლებ დანამატს იყენებენ. მართლა? ესე იგი, შეუძლიათ თუ მოინდომეს? ტექნოლოგიურად შესაძლებელია უბრალოდ. სხვა სტანდარტებია. გასაგებია, გადავიდეთ ცილაზე. იბევ ერთი დიდი მითების ბუდე. ცილა. ხო, სულ ისმის მეტი ცილა, მეტი კუნთი, მეტი ჯანმრთელობა. გარდნერი ამბობს, რომ ეს შფოთვა ხშირად უსაფუძვლოა. კი, რეკომენდებული დღიური ნორმა, ანუ RDA. 0.8 გრამი კილოგრამზე, ხო? დაახლოებით. და ეს უკვე საკმაოდ დიდ უსაფრთხოების ზღვარს შეიცავს. ანუ მინიმუმი კი არა, საკმარისზე მეტია უმეტესობისთვის. და ამერიკელების უმეტესობა ისედაც ბევრად მეტს იღებს. კი, ბევრად მეტს. და რა ხდება მერე ამ ზედმეტ ცილას? აი, ეგ არის საინტერესო. ორგანიზმი მას არ ინახავს ცილის სახით. ის უბრალოდ ენერგიად გარდაიქმნება. ანუ შეიძლება ცხიმად გადაიქცეს, თუ ზედმეტი კალორია. კი, ან უბრალოდ დაიწვას ენერგიად. ეს მათთვისაც კია პრობლემა, ვინც კეტო დიეტას იცავს, რადგან ზედმეტი ცილა გლუკოზად გარდაიქმნება. გასაგებია. და კიდევ ის მითი მცენარეული ცილები არასრულფასოვანია. ხო, ეგეც მცდარია. ყველა შეუცვლელი ამინომჟავა აქვთ, უბრალოდ ცოტა სხვა პროპორციით. ანუ თუ მრავალფეროვნად იკვებები მცენარეულად. სრულად შესაძლებელია ყველა ამინომჟავის მიღება. ხარისხის საკითხი უფრო მაშინ დგება, თუ ძალიან ცოტა ცილას იღებ ზოგადად. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მომეწონა ეს ცილოვანი შებრუნების protein flip იდეა. კი, კულინარიული მიდგომა უფრო. ხო, ანუ წარმოიდგინეთ თებში, სადაც მთავარი ადგილი უკავია ბოსტნეულს, მარცლეულს, პარკოსნებს. და ხორცი არის, რა ვიცი,
გარნირივით ან ცოტა არომატისთვის. კი, ეს არ ნიშნავს ვეგეტარიანელობას აუცილებლად, უბრალოდ აქცენტების შეცვლა, გემოზე და მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული. ნამდვილად. და ბოლოს, აი ეს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გარდნერმა სონენბერგებთან ერთად რომ ჩაატარა. ფერმენტირებული საკვები ბოჭკოს წინააღმდეგ. ხო, მან მართლა საინტერესო შედეგები იყო. ფერმენტირებული საკვები, იოგურტი, კეფირი, კიმჩი, მჟავე კომბოსტო ოღონდ დაბალი შაქრით. აუცილებლად დაბალი შაქრით. კი. მათმა რეგულარულმა მიღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ნაწლავის მიკრობიომის მრავალფეროვნება. ანუ კარგი ბაქტერიების მრავალფეროვნება. დიახ. და თან შეამცირა ორგანიზმში ანთებითი მარკერები. ვაუ! ეს კარგია. და ბოჭკოზე ხომ სულ გვეუბნებია, რომ ბევრია საჭირო. მან ცოტა რთულად იყო საქმე. ბოჭკოს მაღალი დოზის ეფექტი დამოკიდებული აღმოჩნდა. რაზე? მონაწილის საწყის მიკრობიომზე. ანუ ვისაც თავიდანვე დაბალი მრავალფეროვნება ჰქონდა ნაწლავში. ხო. მაღალმა ბოჭკომ ზოგ შემთხვევაში ანთება შეიძლება გაზარდა კიდეც. უი, ანუ მეტი ყოველთვის უკეთესია აქ არ მუშაობს. არ მუშაობს, როგორც ჩანს. ინდივიდუალურია, მაგრამ ფერმენტირებული საკვები, აი ამ კვლევაში უნივერსალურად სასარგებლო აღმოჩნდა. გასაგებია, ესე იგი, პრაქტიკული რჩევა თქვენთვის შეიძლება კარგი იდეა იყოს რაციონში ზომიერად ჩართოთ ფერმენტირებული საკვები, ცოტა კიმჩი ან ნატურალური იოგურტი. კი, შეიძლება სასარგებლო იყოს ნაწლავის ჯანმრთელობისთვის. მოკლედ, შევაჯამოთ. გარდნერის კვლევები გვიბიძგებს, რომ ვიფიქროთ არა რაღაც იზოლირებულ ნივთიერებებზე ან დიეტის სახელებზე. არამედ მთლიან სურათზე, ნაკლებად გადამუშავებული მთლიანი საკვები. ულტრადამუშავებული შემცირება, ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხო, მაგალითად ფერმენტირებული საკვებით. და უფრო მცენარეულობაზე ფოკუსირებული. მაგრამ მოქნილი მიდგომები, აი როგორც ის ცილოვანი შებრუნება. ზუსტად. და აი საბოლოო აზრი თქვენთვის დასაფიქრებლად. იქნებ კვებაში ყველაზე დიდი გარღვევა ის კი არ არის, რომ რაღაც ახალი სუპერსაკვები ვიპოვოთ, ან მაკრონუტრიენტების იდეალური ფორმულა გამოვიყვანოთ. არამედ ჩვენი დამოკიდებულება შევცვალოთ საკვების მიმართ. იქნებ აი როგორც გარდნერი და კარგი მზარეულები გვირჩევენ, ნამდვილი ჯანმრთელობა უფრო საკვების ხარისხში, გემოში, მომზადების პროცესით სიამოვნების მიღებაშია, ვიდრე კალორიების და გრამების მუდმივ თვლაში. ხო, ამაზე დაფიქრება ღირს ურვან.